ახლახანს მიღებული კანონის ფონზე საკმაოდ ბევრი მძღოლი დააჯარიმეს და ჩამოართვეს ტრანსპორტი. კარგად განვიხილოთ საერთოდ რას ნიშნავს ეს კანონი. ვინაიდან სოცქსელებში არსებული დეზინფორმაციის გამო უმრავლესობას იგი არასწორად აქვს გაგებული. ვეცდები მარტივად აგიხსნათ. 2025 წლის 2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ კოდექსში დაამატა რამდენიმე ნაწილი და ასევე შეცვალა არსებული. ამ ხელა აჟიოტაჟი გამოიწვია კოდექსის 119 მუხლის მეხუთე ნაწილის შესწორებამ და ამ ნაწილისთვის შენიშვნის დამატებამ. 2 ივლისამდე 119 მუხლის მეხუთე ნაწილში ვკითხულობდით. იმ ტრანსპორტის მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული, ანუ გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი ტრანსპორტის კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს, ან ქარხანა დამზადების სტანდარტებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ხოლო ახლა კანონში დაამატეს მაყოჩი და გაზარდეს ჯარიმა. აქამდე იყო 100 ლარი და 2 ივლისის შემდეგ გახდა 200 ლარი. რაც შეეხება ამ ნაწილის შენიშვნის დამატებას, ეს შენიშვნა 2 ივლისამდე არ იყო, ხოლო ახლა უკვე არის. კითხულობთ. პოლიციელი უფლებამოსილია მძღოლი ჩამოაშოროს ტრანსპორტის მართვას. ამასთანავე ტრანსპორტი გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. დასკვნა. 119 მუხლის მეხუთე ნაწილი, ანუ ტრანსპორტის გადაკეთებაზე ჯარიმა, ახლა არ შემოუღიათ. ეს კანონი რეალურად 2006 წლის 28 აპრილს მიიღეს. შეგიძლიათ თავადაც გადამოწმოთ macne.gov.gz-ზე. 2025 წლის 2 ივლისს კანონში ჩაამატეს მაყუჩის გადაკეთება, გაზარდეს ჯარიმა და შენიშვნა დაამატეს, რომ ამიერიდან პოლიციელს შეუძლია რომ ტრანსპორტი ჩამოგართვათ და სადგომზე გადაიყვანოს. აქამდე პოლიციელს ამის უფლება არ ჰქონდა. საბოლოოდ, მაყუჩის შემთხვევაში ეს კანონი ეხება არა მის ხმაურს, არამედ იმას, რომ იგი არის გადაკეთებული, ანუ არა ქარხნული. კანონი ქარხნულ მაყუჩის ჯარიმას არ ითვალისწინებს. კანონი გულისხმობს, რომ თუ ტრანსპორტი ქარხნულზე ხმაურიანია, ესე იგი გადაკეთებულია მაყუჩი და დაჯარიმდებით არა ხმაურის გამო, არამედ იმის გამო, რომ გადაკეთებული მაყუჩი გაქვთ. იგივენაირად შეიძლება დაჯარიმდეთ ტრანსპორტის ძარის გადაკეთების შემთხვევაშიც. და ძარის გადაკეთებაში არ იგულისხმება არც სპოილერის დადგმა და არც ბოდიქითის შეცვლა, არამედ იგულისხმება კუზაოს სტრუქტურის შეცვლა, ანუ მაგალითად, სედანი მანქანა რომ გადააკეთოთ კაბრიოლეტად ან პირიქით. მოკლედ, კანონი არის არა ხმაურზე, არამედ ტრანსპორტის თვითნებურად გადაკეთებაზე. რაც შეეხება თავისებურად ხმაურს, მასზე საერთოდ ცალკე კანონი გვაქვს, რომელზეც შემდეგ ვიდეოში გასაუბრებით.